და ეს ჭრილი მეორე კუთხი ძალიან მაგრად გვეხმარება, არა გავცეთ უაზროდ, არამედ როცა ბალანსი არის და გაცემა, მიღება ბალანსშია, როცა რაღაც საერო საქმესაც აკეთებს ადამიანს, საერო რას გეუბნებთ ეს სელენა, ეს არის რომ მე სადღაც გაცემა მინდა ენერგიის, ხო? და მე თუ ჭრილი არ ამყავს ინტეგრირებული, მიღებული, ან მე თუ კონტაქტზე არ ვარ მასთან, მე სულ სელენაზე ვიჯდები და ის შავი ენერგია, ანუ სინამდვილეში ჩემი დაცვა არის ის შავი ენერგია, ხო? ბოლო-ბოლო მთლიანად აი ისე გააკეთებს, რომ ეს ნათელი აღარ ჩანდეს, იმიტომ რომ ეს ნათელი ხშირად არის მიზეზი ხოლმე ძალიან ბევრი პრობლემის. და სხვათა შორის გარემოშიც ნათელს უფრო შეუძლია ხოლმე ცუდი გააკეთოს, ვიდრე ბნელს. მაგალითისთვის რო გითხრათ, ახლა როდესაც მე სულ გავცემ სიტყვაზე და იქით ვერ ხედავს ადამიანი ამას. ან ფაქტობრივად ჩვენ უგდებ იმ ენერგიას, რომელიც მისი არ არის საერთოდ, არ მსახურებს, არ დაუმსახურებია. აი აქ შავი ენერგია გვეხმარება ძალიან კარგად, რომ აი ეს ინდივიდუალური ეგო ენერგიები შევითავსოთ და ამას მე და ჩვენ ენერგია თუ ბალანსშია, მე და სამყაროს ენერგია თუ ბალანსში არის, აქ სამყაროს კანონზომიერებას ვიცავთ. ანუ თუ მარტო სელენაზე ვზივართ, ჩვენ ლილიტი გვიაქტიურდება და გვმართავს მერე ბოლოს, გვიფუჭებს სელენას, იმიტომ რომ ეს სელენა არის ის იდეალი, რაზეც ჩვენ მერე კიდევ უფრო ვაძლიერებთ ლილიტს, უნდა დავიდეს, აი ლილიტზე რო ზის ადამიანი, ამით ებრძვის ის ფაქტიურად საკუთარ იდეალებს. რო არ შეჭამოს, ეს ძალიან დიდ სურათში რო ავიდეთ, ხო? აი ძალიან ყველაზე ესეთი ცუდი ადამიანიც, სადღაც უნდა დააგროვოს ნეგატიური კარმა. და ეს არის ზუსტად რომ ჭრილი ბოლოს გვიპყრობს, არ მისმენ, არ გინდა ჩემი ეგოს მიღება, მაშინ მარტო ჩემ ეგოზე გამუშავებ, შენ მეტი არავისზე, იმ შენს საქველმოქმედო სელენას საერთოდ დაგავიწყებ და ფაქტიურად მე ეს ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ბნელი ძალა და საშინელება და სინამდვილეში ეს ენერგია თვით განწმენდვას, თვით მკურნალობას ეწევა დიდ სურათში რო შევხედოთ, ძალიან დიდი სურათიდან რო შევხედოთ, ხო? ამ იდეალებსაც ჭირდება ხოლმე ზოგჯერ ჩამოვარდნა და მე რა ხდება, იცით, რომ მე თუ აღარა ვარ ის იდეალი, ანუ რაზთანაც მე ეგო მქონდა გაიგივებული, რომ სადღაც თუ რაღაც ღვთიურ სამყაროში ვიყავი, მე ვიფიქრე, რომ ეს მე ვარ. ეს არის ხო ლილიტი თავიდან პირველად როგორ დაიწყო, რომ მე ვარ ეს მაგარი ტიპი. და აი მე მე ვარ მაგარი ტიპიდან ხვდებით, რომ აქ მე არა რაღაცა სამყაროსგან მოდიოდა ეს ენერგიები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მესაც აქვს თავისი სურვილები და მე ვიწყებთ რაღაცნაირად დაბალანსებას ამისი, ხო? რომ ის ღვთიური ენერგია გამოვავლინოთ, ის რაც ნიჭი გვაქვს, რაც უნარები გვაქვს, რაც სამყარო მოგცა მაგალითად ენერგია,